დღეს როგორც ხედავთ ნინო არ გვყავს და მარტო კაცები დავრჩით სტუდიაში. ჩვენ არ გვინდოდა რომ ამის გამო ქალებს თავი დაჩაგრულად ეგზნოთ და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ დღევანდელი გადაცემის ერთი ნაწილი მთლიანად ქალბატონებისთვის მიგვეძღვნა. ამიტომ გამოვკითხეთ ყველაზე მეტად რისი მოსმენა უნდათ ქალებს ექიმებისგან და აღმოჩნდა რომ თურმე ბევრს უნდა რომ მე ლევანმა და კოტემ მათი ლამაზი სხეულის რამოდენიმე საიდუმლო ვასწავლოთ. განსაკუთრებით აინტერესებთ ის ვარჯიშები, რომელიც საჯდომს ამკრივებს და ალამაზებს. პლასტიკური ქირურგიის გარეშე თან. რა თქმა უნდა. ამის შემდეგ ჩვენ ამ ყველაფერზე დავფიქრდით, დავწონეთ საკუთარი ფიზიკური მონაცემები და მოქნილობის ხარისხი და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ჯობდა მხოლოდ ჩვენ სამნი ამ ამბავს არ შევჭიდრებოდით. ამიტომ მიესალმეთ ლოტუსის ფიტნეს ინსტრუქტორი ირაკლი გვიშიანი და მშვენიერი შორენა ბეგაშვილი. ორივე ძალიან ჯანმრთელად და ლამაზად გამოიყურებით, ისე ჩვენ ცოტა გავიმართოთ წელში და ცოტა გავიშალოთ ჯანმრთელები გამოჩნდებით. ვისაც რო აქებენ, ხო, ჩვენი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. შორენა ჩვენი სტუმარი ხშირი და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოხვედი. შორენა, მოდი გითხარი რა, როგორ ხარ ესეთი ლამაზი? აი, როგორ ინარჩუნებ ამ ფორმას? რა დედამქშობა გითხარი? ესე იგი, ძალიან ბევრი მუშაობა საჭირო იმისთვის, რომ 30-ს რომ გადაცდები, არაფერი ჩამოგეწელოს. ამისათვის რას ვაკეთებ? ამისთვის ვარჯიშობ სულ. თუნდაც მივიდე გადაღებიდან, თუნდაც ვიყო ძალიან დაღლილი, მაგრამ ამ დროს იმდენად სიამოვნებს ვარჯიში, თავიდან შეიძლება იყოს დამღლელი და აი ცუდი პროცესი, მაგრამ მე იმდენად ჩვევაში გაქვს უკვე ეს. იმდენად მიჩვევა იცის, რომ მე სიამოვნებს და ამისგან იღებ აი რაღაც ბედნიერების ჰორმონებს. დღეს სირისი ვარჯიშები უნდა გავაკეთოთ? რაღაც მესმოდა და სავარაუდოდ საჯდომის ვარჯიშები უნდა გავაკეთოთ. ვარაუდი არა, პირდაპირ ქვია საჯდომი. მე ვიცი რომ ანუ თუ სწორ ვარჯიშებს გააკეთებ, არა მარტო რაღაცნაირად უნდა ვთქვა, არა მარტო მრგვალდება, იზრდება და ულამაზესი ფორმა ეძლევა მე. ეს არ უნდა მეთქვა? კი, როგორ არ უნდა მრგვალდება, იზრდება და ულამაზეს ფორმას. კი, ანუ თუ სწორ კუნთს ავარჯიშებ, ხო მართალი ვარ. ყველაზე კარგი ვარჯიში ამ შემთხვევაში საჯდომისთვის არის ბოდიში ერთ წუთს დამეხმარე. აი ეს, ანუ ფეხის წვერო უნდა გაჭიმო. აი ეს. შორენა. ამ დროს აი ეს ისე გტკივა, მაგრამ სამგეორთ კუნთი ძალიან კარგად ყრივდება. და კიდევ ერთი ბუქნები თითქმის ყოველდღე ვერა, მაგრამ კვირაში 3 ჯერ მაინც ვაკეთებ 300 ბუქნს. დახმარება არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში დახმარება არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში ხელს ვაკეთებთ ესე ცოტა გვერდულად დავდგები, იმიტომ რომ უხერხული. და აი ესე 300 ჯერ. თუ მიჩვეული არ ხარ 300 ჯერ კი არა 50 ჯერ ვერ გააკეთე. 300 ჯერ გაუჩერებლად? ლამაზი საჯდომი მსხვერპლს მოითხოვსო ნათქვამია ესე. შორენა, ესე სხვათა შორის აქ ჩვენ წვრილი ყავს, მოყვანილი და ცოტა ხანი ახლა ამაზე მე შეიძლება გაუჩერებლად ვილაპარაკო, იმიტომ რომ ყველაფერი ვიცი. მოდი ირაკლი, ახლა შენ აგიხსენი ყველაზე ეფექტური რომელია იმისთვის რომ საჯდომი გახდეს მრგვალი, შევსებული და ძალიან ლამაზი. ყველაზე მეტად მოდაში ამ წელს არის საჯდომი შევიდა, ყველაზე ნომერ პირველი ადგილი ზონა და პლასტიკური ქირურგი ვარ და მაგ ნამდვილად ვიცი ჩვენით იმპლანტებს იქ. დაგირეკა მე. ფიტნესი ზოგადად ვარჯიში ხო სხეული, ანუ ეს არის სხეულის შენებლობა. მან საკმაოდ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიაქცევთ წვრილმანებს. აი თუნდაც ახლა ერთი პატარა ის იყო დეტალი ხო, ანუ ჩვენას მუხლები ოდნავ გასდიოდა წინ. ამიტომაც უნდა ვეცადოთ საჯდომის დროს, აი მოდი გაკეთებინებ სწორად. ჯერ პირველ რიგში რა უნდა იყოს? უნდა ქონდეს სწორი ხაზი დაცული. არ შეიძლება ერთი ფეხი წინ იყოს, მეორე ცოტა უკან. რომ არათანაბარი დატვირთვა წავა, ხო? მეც მინდა ხა გავაბი. ჩავერთოთ. ვიდი რა თქვა რა, მარტო მე რატომ უნდა ანუ ამ საჯდომის დროს აქცენტი გვაქვს საჯდომზე. ყველაზე მთავარი არის რა? კონცენტრაცია. და მთავარი არის საჯდომზე კონცენტრაცია. რა თქმა უნდა, კი, როდესაც ვარჯიშობთ, უშუალოდ უნდა ფიქრობდეთ იმ კონკრეტულ კუნთზე, რათა ის უკეთესად ჩაერთოს. ფიქრობ. ხო, შეგლეშე. არ გამიჭირდება შენი არის. არ უნდა გაგეცეს აზრები რა, კონცენტრირებული უნდა იყოს, მარტო საჯდომის კუნთებზე უნდა იყოს. მეტი შალღა უნდა გაგეცეს ბიჭო, მან თუ კონცენტრირდი. ერთი წუთი რა მასწავლის პროფესიონალი. და ეხლა სწორი შესრულება. ანუ წელს ვაგდებთ მაქსიმალურად და საჯდომს ესე ვთქვათ ბზიკავთ უკან. ცოტა გამომწვევი პოზა უნდა მივიღოთ, კი? მივიღეთ გამომწვევი პოზა. კერდი წინ იყურება, ანუ მაგალითად. ხალათი უნდა გავიხადო და ეხლა ცოტა თორე რაღაცეები მე არ მომწონს. ხელები დავიჭიროთ წინ ბალანსისთვის, იმიტომ რომ მოძრაობას ვიწყებთ საჯდომის უკან გაწევით. რატო ადგილი გამიცვალ ვარ გინდა? მუშაობთ ხალხო ერთი წუთი. ჩვენც საჯდომს ვაწვევით მთელი ჩასვლის დროს უკან, მაქსიმალურად უკან უნდა გავიდეს. გავბზიკეთ საჯდომი უკან. აი მაგას ვერ ვაკეთებ რომ მუხლი იქ დარჩეს და მარტო 90-მდე. ეხლა მე რო შენზე მეტად გავბზიკო, ტეხავს მიდი მიაწექი. 90 გრადუსამდე მაინც ჩავდივარ. ეცადე რომ მუხლები დააფიქსირო. აქ ცუდად გავარ, არ მინდა კაცო რა და. დასწრებით არ აუშავს.
ეს ახლა გამომდინარე, რამდენად ნავარჯიშები ვართ და რამდენად უფრო ახლოს ვართ სპორტულ ცხოვრების წესთან. 300 ჯერ ვაკეთებ მაგასოდა. შემდეგი ვარჯიში. ой, მე დროა არ ეკეთებინებ ჩაჯდომებს. ვარც შევერხებოდით. აი, ვიდი, ეს როგორ გავაკეთე? ჩვენ საჯდომებს ვარჯიში არა, ერთი წუთი მიდი, მაინტერესებს. თქვენ რა კარგია, უბრალოდ ცოტა სიღრმეა სანიშნავია და აია, ყოჩა. შენიერი მუხლი წინ არ მოდის. კარგია. მიდი, გევადებით. გავებით ახლა გაწოლილი და მოცადე. ერთი წამი. აი ესე. ესე. ერთი წუთი და აი ეს. აჩერებ რო ჭიმავ და აი აქ რო მოდი აჩერებ. რამდენიმე გააკეთე და რაღაც შესწორებას გააკეთებ მე. აი ესე და აქ უნდა ცოტა ხანი გააჩერო და ცოტა ხანი ეგ ცოტა ხანი რამდენია გითხარით? ერთი ორი ცოტა წამი ხანი რა მოძრაობას ვაფიქსირებთ, უშუალოდ კუნთიდან დაფიქსირდეს გაჭიმულ მდგომარეობაში და მე უშუალოდ უკვე ვეშვებით ქვემოთ. ალბათ მათ სასურველია რომ ქვემოთ ბოლომდე არ ჩავიდეთ, თუ კი იატაკზე დავდებ საჯდომს. დატვირთვა კუნთიდან მოიხსნება და ავტომატურად კუნთი გადის ანუ შეხება არ უნდა მოხდეს. ჯობია კი რა შეიძლება რომ ხო დიდხანს იყოს დატვირთვის ქვეშ. კიდევ ერთი ყველაზე ეფექტური ვარჯიში მინდა ეხა ირაკლი რო გაჩვენო რა. ეხა მე შევეცდები გავაკეთო ეგ. მეც გავიხადო უნდა ეხა ესე იგი, ხო? სალიფეხი. სალიფეხს ვდებ წინ. არ შეგაწევ. ანუ გადავთქვით ესე სალიფეხი. დაახლოებით დისტანცია ფეხებს შორის ისე უნდა იყოს, რომ ჩაჯდომის დროს გამოდიოდეს 90 გრადუსიანი კუთხე. ცოტა უკანა ფეხი საყდენი ფეხიც ოდნავ წინ მოწია წინა. აი ესე სწორად 90 გრადუსი აქ და 90 გრადუსი. ჩვენიერია. ნუ ისეთია რა, ქართული ცეკვისილეთი არის, მამაკაცებს გამოგივა. ვიღაცამ ხო უნდა გიყუროთ შეგაფასო. შემდეგი მოძრაობა, ხო? ანუ ეხა ვიცხებ რა. კუთხე რაღაცა ხო უნდა ვიშ. ამოდივართ აი ესე სწორ მდგომარეობაში. ოღონდ ფეხს ბოლომდე არ ვშლით. ჩავდივართ ისევე, მე ამოვდივართ. აი აი ეს. განდელი რო აა, ისისთვის ცოტა რთულია. ისე იჭიმება, ამ დროს შეიძლება მოკვდე. ფეხის უკანა ნაწილი და ესევე წინა. შესანიშნავად თელ საფრთხეს ამუშავებს, ძალიან კარგი ვარჯიში არის, სახელმწიფოებში შეიძლება ძალიან მარტივად. გავაკეთებთ გარკვეულ რაოდენობას, თუ გინდა შევეჯიბროთ და მე შევცვლით ფეხს. კი. არა, შეჯიბრი არ გვინდა. კოტე რას გრძნობ? შევცვალოთ მე მეორე ფეხზე. ამაზე გეტყვი. აკეთებთ რას? წახტომებს. ამოდივართ და ჰაერში ვცვლით ფეხებს. აჰა, აბა მე. გქებთ ჩვეულებრივად. დავდექით. ამოვედი. ოღონდ მუხს არ ვატებ. აუ, ეგ ეს ადვილი არ არის. ჯერ სტებით? ხო, ოღონდ მუხლი იატაკს არ ეგ უნდა. შორენა შენ გამოგივა. არა, ამას ვერ შორენა ასეთ ფორმებია გამოვა. იატაკს არ ახე? არ ვადებთ, არა. რომ დატვირთვა არ მოიხსნას მაგ დროს. ეხა ჰაერში ვხტებით. ხო, ოღონდ შევით ადგილზე. არა, ადგილზე ვერ ამას თუ შევიდე. სახში გავაკეთებ, ჩემი მეზობლები ბედნიერები არ იქნებიან. ხო, აი პრობლემური არის ხო? ესე მგონია. ეგ ცოტა პრობლემა არის. ავტომობილის ზარები მოიმატებს, ხო? მოკლედ, ინსტრუქტორისგან გასაგებია ეფექტური პროფესიონალური ვარჯიში. ეხა არანაკლებ ეფექტური შორენა ბეგაშვილისგან ერთი ეფექტური ვარჯიში შენს დაუმატე მაყურებელს. რაც ვიცოდი გითხარით უკვე და კიდე გინდა. სულ ეგ იყო? არა, კიდევ ერთი ვარჯიშია, რომელსაც ვაკეთებ ტრენაჟორზე, თხილამურები მაქვს და ხა ის თხილამურები როგორ უნდა აგიხსნათ, რა ვიცი, დადგებით და ის თხილამურები ავარჯიშებს აი ამას, წელს, ფეხს, აქ წვივს, საჯდომს და აბსოლუტურად ყველა. რა დატვირთვით აკეთებ ხოლმე? ნახევარი საათი სუბუქა თოღონდ ძალიან დიდი სიჩქარით არის. მინდა გითხრათ ირაკლი ძალიან დიდი მადლობა ლოტუს და თქვენ. მინდა გითხრათ შორენა თქვენ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ასე კარგად გამოიყურებთ და ძვირფასო ტელემაყურებელო ივარჯიშეთ, გაითვალისწინეთ შორენას და ირაკლის რჩევები, ასე რომ ექიმები ზუსტად ერთი კვირით გემში გომებით. ნახვამდის.